მორიგი გამოაშკარავების სერია დაიწყო ვითომ მტრციოლოგების სოციალურ ქსელში და ესე გავაგრძელოთ მანამ სანამ როგორც ბებიაჩემი დარდობს ვიღაც არ დამიპატიესდეთ. დავიწყეთ. თუ შენ 5 დღის განმავლობაში შეჭამ ყოველ დღე შრის ფაფას, ბანანს და ერთ კოვს არაქისის კარაქს ერთად, შრის ფაფა, ბანანი, ერთი კოვზე არაქისის კარაქი. კარგი საუზმეა. კუნთების ბაზრი მოიხსნება. ცოტა ხანი გაგრძელდა ჩემი ბედნიერება. ბანანში კალიუმი მაქვს, მიწისხელის კარაქში არ ვიცი რას გულისხმობს, მაგნიუმი ბანანში, შვრიაშიც მაქვს მაგნიუმი, მცირედ რაოდენობით, აბა ვნახოთ. თუ შენ შეჭამ ორცან მოხარშულ კვერცხს და ერთ ჭიქა ახალგადმოწვეულ ფორთოხლის წვენს, მთელი დღე ენერგიულად იქნები. გამარტება არ მჭირდება ესე იგი. მხოლოდ რჩევებია. თუ შენ შეჭამ თევზს, პომიდურსა და ესპანახის სალათან ერთად, მეტაბოლიზმს ეტაპურად მოიწესრიგებ. მოხსოვიდა? სულ ეს იყო? რა კარგია. პირველი შეხო როცა არ ვიცი საიდან დავიწყო. კარგი ისაა რომ ეს ბატონი გეუბნება რომ ჯაღეთ ჭამეო. ესე პირდაპირ მტკიცებულობა რომელიმე ეს კომბინაცია იმ ეფექტებს იწვევს რაც ვახსენეთ მამუკას ყვებაში არ გვაქვს. შვრია ბანანი და მიწისხელის კარაქი კარგი საუზმეა, რასაც მოგცემს არის ნახშირწყლებისა და ცხიმების და მცირედი ცილების. ხო, მიწისხელის კარაქი ძირითადად ცხიმია, უფრო სწორად ვიდრე ცილა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ცილოვან სუპერ დანამატად აქვს წარმოდგენილი დღევანდელ რეალობაში, სოციალურ ქსელში ყოველ შემთხვევაში. მოგცემს რაღაც სტაბილური საუზმის დასაწყისს. რეალურად სტაბილურ ენერგიასთან უფრო ამ კომბინაციას დავაკავშირებდი, შვრია თუ იქნებოდა მთელმარცვლოვანი კიდევ უფრო უკეთესი როგორ უნდა გაარჩიო. თუ აწერია ზემოდან 2 წამში მზადდება წყალი დამასხი, სული შემებერეთ, გამზადდები, ეს არის ულტრაპროცესირებული შვრის ფაფა. თუ აწერია 10 წუთი მხარშე, არის მთელმარცვლოვანი შვრის ფაფა. ამათ შორის შეგიძლია ბალანსიც იპოვო, თუმცა რაც უფრო მთელმარცვლოვანია, სრულმარცვლოვანია, მით უფრო მეტად სავსეა ბოჭკოთი, მით უფრო მეტად მარწმუნებს, რომ მასში ნახერწლების შემცველობა არ გამოიწვევს ჩემი გლუკოზის სპაიკს. ამას დავუმატებ ბანანს და ბანანის არ უნდა გეშინოდეთ ჯანსაღებობისას, არ წონის ხლობისას მით უმეტეს. არის დამატებით ნახერწლების წყარო, ხილი, ვიტამინების, მინერალების წყარო, კუნთების პასთან რა კავშირი იქნება, ალბათ არის მასში მინერალების შემცველობა და მიწისხელის კარაქი, რომელიც თავისი ცხიმიანობის შემცველობით, მიწისხელში ძირითადად ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები გვაქვს, თუმცა ომეგა-3-საც მაძლევს, მაგრამ არის უჯერი ცხიმოვანი მჟავები, ძირითადად ამ გლუკოზისგან მიღებულ შაქრის სპაიკს კიდევ უფრო მეტად შეამცირებს. ამიტომ მიწისხელის კარაქთან ალბათ ყურადღებით იყავი რაოდენობასთან, არ გაგექცეს, იმიტომ რომ ერთი ჩაის ყოვზე მიწისხელის კარაქის კალორიულობა და ერთი სავსე ჩაის ყოვზე მიწისხელის კარაქის კალორიულობა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. თუმცა მშვენიერი საუზმეა, მაგრამ კუნთების სპაზმის მოხსნასთან ან საკმარისი ინფორმაცია რომ მაწოდა, ან მე ვერ გისაბუთებს როგორ შეიძლება კუნთების სპაზმი მოხსნას. მსგავსი მიმართება პირველად გავიგე სიმართლე გითხრათ, ალბათ მრავალ წერტილი ალბათ. ეხლა რაც შეეხება მეორე ნაწილს. თუ შენ შეჭამ ორცან მოხარშულ კვერცხს და ერთ ჭიქა ახალგადმოწვეულ ფორთოხლის წვენს, მთელი დღე ენერგიულად იქნები. ეს კიდევ უფრო მეტად საეჭვო დებულობაა, იმიტომ რომ ორცალ მოხარშულ კვერცხს არაფერს ვერ ჭი, ისევე როგორც სამცალს, ისევე როგორც სამცალ შემცველ კვერცხს, კვერცხთან დაკავშირებით ქოლესტერინთან დაკავშირებულ მითებზე. თავიდან ამოვიგდეთ უახლესი გაიდლაინები საკვებიდან ქოლესტერინის მიღების შეზღუდვებს აღარ ეწევა. ქოლესტერინის 80-90% შენს ორგანიზმში იწარმოება ღვიძლში, იმიტომ რომ ძალიან გჭირდება. ორი ცალი კვერცხი პლუს ერთი დაწურული ჭიქა ფორთოხლის წვენი. აი ეს ფრეშის კონცეფცია რო შემოდის, როგორც სასწაულმოქმედი, ეგ არ მომწონს მხოლოდ. მწვენებზე ვიდეო მაქვს ჩაწერილი, რომელიც დევს არხზე და აუცილებლად ნახე. სწორედ ამიტომ ფრეში ვიტამინების წყაროა, პასუხია კი. ენერგიას მოგცემს, პასუხია კი, თუმცა ამ ენერგიას ალბათ სწრაფადაც წაგართმევს, იმიტომ რომ თავისუფალი შაქრების რაოდენობა, რომელიც გამოწვეულ ფრეშია, მალე გაივლის თავისი არაეფექტურობის გამო, თუ ეს იქნება არაწვენი, არამედ ფრეში, ანუ რბილობის მოყვება, კიდევ უფრო უკეთესი, თუმცა ეს კომბინაცია კიდევ უფრო ჰაერიდან მოტანილი და შეთითხნილია მთელი დღის განმავლობაში ენერგიისთვის, დილით 2 საათი ყოველდღე და ფრეში რო ჭამო, დიდი ალბათობით 2 საათიდან 2 საათნახევრის შუალედში ალბათ საჭმელი მოგინდება, თუ მაქამდე არ მოგინდა, იმიტომ რომ ამ კომბინაციას აკლია რთული ნახერწლების კომბინაცია, ამ კომბინაციას ცოტა ჯანსაღი ცხიმებიც აკლია, მიუხედავად იმისა, რომ კვერცხი თავის თავში და გულში, რომელსაც არ ამოაცლი, ჯანსაღ ცხიმებსაც შეიცავს, მაგრამ დაბალანსებული ჩემი ჯანსაღი თეფშის მოდელიდან, რომელიც უნდა იყოს რთული ნახშირწყლები, პლუს ბოსტნეული, პლუს ცილა და ცხიმოვანი კომპონენტი, ბევრი აკლია. რაც შეეხება მესამე კომბინაციას. თუ შენ შეჭამ თევზს,
პომიდრისა და ესპანახის სალათან ერთად მეტაბოლიზმს ეტაპობრივად მოიწესრიგება. ხო, გააჩნია რაც გულისხმობთ მეტაბოლიზმში. მეტაბოლიზმის ათასნაირი განმარტება გამიგია ჩემს პრაქტიკაში ადამიანებისგან, რაც არის მეტაბოლიზმის შემინელ და ამიჩქარდა როგორც წესი ახასიათებდნენ თავისი ორგანიზმის უნარს დაიკლოს წონა სწრაფად ან მოიმატოს სწრაფად, რომელიც სადღაც ბმაშია, თუმცა მეტაბოლიზმი ეგ არ არის. მეტაბოლიზმს ზოგჯერ უწოდებენ ხოლმე კუჭის მოქმედების სიჩქარეს და მეტაბოლიზმის შემინელ და ანუ მაქვს შეკრულობა და არ ვიცი რა ხდება ჩემ თავს. მეტაბოლიზმი არის იმ ბიოქიმიური პროცესების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც ადამიანის ორგანიზმი იღებს ენერგიას, რომელიც ჩვენი სასიცოცხლო ფუნქციაა და სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ თევზი ომეგა-3-ის ფუნქციონირებით, ამას დამატებული ისპანახის სალათა პომიდრორთან ერთად, პომიდროსგან მიღებული ლიკოპენი, ანტიოქსიდანტები, მიღებული C ვიტამინი, ისპანახისგან მიღებული მრავალფეროვნება, ნუტრიენტების, მათ შორის ბოჭკო, არის საკმაოდ ჭკვიანური და კარგი კომბინაცია. ამასობაში ამ კომბინაციებში ნახეთ ხა როგორ მიდის სადმიდის შემიტვი მსჯელობაში და მინდა მან გამოვყოთ. ესეთ კომბინაციებს როცა ვარჩევ, ბევრი კომბინაციები გაიგეთ, რომელიც ერთმანეთთან ვერ მოდის მეგობრობაში. მაგალითად, რკინის შემცველი პროდუქტები და კალციუმი ერთმანეთთან კარგად ვერ ძოვან ბალახს, იმიტომ რომ რკინის შეწოვას კალციუმი ყოველთვის ხელს უშლის, რაც არ უნდა მცირე დიოდანობით კალციუმი იყოს ჭარბ რკინის მიღებასთან ერთად. სამსულ არის კომბინაციები, რომელიც გვეხმარება. მაგალითად, ვიტამინებში, ცხიმში ხსნადი და წყალში ხსნადი ვიტამინი რო ავიღოთ, მაგალითად, E ვიტამინი, რომელიც ცხიმიან თევზში მაქვს და C ვიტამინი, რომელსაც პომიდროს სალათამ აძლევს ისპანახთან ერთად, არის ძალიან ჭკვიანური კომბინაცია, იმიტომ რომ E ვიტამინი და C ვიტამინი ერთმანეთს ეხმარებიან ორგანიზმში ანტიოქსიდანტურ ბრძოლაში. E ვიტამინი როგორც მთავარი მებრძოლი, თავის საქმეში შეასრულა, წარმოიდგინეთ ის არის დახარჯა და C ვიტამინი როგორც E ვიტამინის მეისრე, რომელიც მეტაბოლურად აღადგენს E ვიტამინს და საშუალებას აძლევს ამ ანტიოქსიდანტურ პროცესებში პერპენდუმობილეს პრინციპით გაუყვე საქმეს. მშვენიერი კომბინაცია მეტაბოლიზმს გამოგისწორებს, არც დაპირება მომწონს და არც ალბათ გაუგებარია, მაგრამ ისეთი ვიდეო, აი, იშვიათად რო შეხვდები, ხო? არ ჭამოთი რო იწყება, მაგრამ რეალურად ჭამე თუ ამ კაცმა 5 დღეში მაინც სასწავლო მოქმედ შედეგს ვერ მიიღებ და მე იმედ გაცრუებული იქნები და მე მიწერ ბატონმა მუგას რა ხდება, რატო ვერ გამოვისწორო მეტაბოლიზმი, მაგრამ მე დანარჩენი თქვენი დარტით. ჩემინება რო იყოს დაგიჭერდი ამის გამო, იმიტომ ლუკას ვიდეოები შემოხვედრია და რაც არ უნდა დაბალ ენერგეტიკულ ხასიათს ვიყო, პირველ დიეტებაში მგონია ხოლმე რომ მე მომართავს და ყოველთვის ფხიზლდები, ამიტომ ეხლა შემოფხიზლა. აბა ვნახოთ ლუკა ვისი ჭერს ახლა თავის გამოტანის სკრინში. ეს არის მიზანმიმართული ტყუილი და მავნებლობა და აქ არ არის ზრდასრულ ადამიანებს, აქ არის ყველაზე დიდ მოწყულა ჯგუფზე საუბარი 14-15 წლის გოგოებზე, არ ვიტყვი ხა რომელიც ცნობილი ნუტრიციოლოგის დიეტას მოეხსნა ეს გოგო, იმიტომ რომ მოგვიწია საუბარი 1100 და 1200 კალორია გამოვიდა ეს დიეტა, ეგეც ნუ მე ვიყავი ძალიან გულხვი და ყველაზე მაღალ პროცენტ ცხიმიანი ყველივიან გარეშე და საქონლის ხორცივიან გარეშე, მაგრამ შენ რომ აგ რეგალიებს გამომილაგებ, არ უნდა იცოდე გარდატეხის ასაკში მყოფ გოგოს 1100 და 1200 კალორია რო არ უნდა აჭა. ძალიან სწორია, 1100 და 1200 კალორია. მიუხედავად იმისა, რომ მეტაბოლური პროცესები და სიჩქარე მეტაბოლიზმის ყველგან სხვაობული აქვს და ეს გოგონა შეიძლება იყოს ძალიან ტანის მომცრო, დაბალი სიმაღლის, ფიზიკური აქტივობა მაღალი არ ქონდეს, მიუხედავად ამისა, უმრავლესობა ადამიანისთვის, მით უმეტეს მოზარდისთვის, 1100-1200 კალორია არის ის დეფიციტი, რომელიც დეფიციტიც არ უნდა შეხვდა მისი ჯანმრთელის და განვითარებისთვის და მათ შორის წონისწყლებისთვის. ამიტომ მოდი ხა სკრინს წავიკითხოთ. გულდა გამარჯობა, მოკლედ დავჯავშნე სხვისი დიეტის თავი. შეგიძლია მითხრა, რამდენი კალორია უნდა მივიღო დღეში, რომ ჯანსაღად და კარგად დავიკლო. 46 და 50 ვარ, 15 წელს ვარ და 1800 ცოტაა, 1500 ცოტაა და ეგეც 1800-ს ბევრიაო და ვერ გავიგე. 1000-მდე კალორიას ვიღებ. თავი პრობლემა აქ ის რომ ეს გოგონა იღებს იმაზე ნაკლებ კალორიას, ვიდრე ერთი მის არსებულ სასიცოცხლო პროცესებს სჭირდება და ამასობაში ზრდა განვითარებას. და ამასობაში არ ჯდება არანაირად კალორიული დეფიციტის ჭრილში, მიუხედავად იმისა, რომ მეტი ინფორმაცია უნდა ვიცოდე სიმაღლეზე, ასაკზე, სავარჯიშო რუტინაზე, ვივარაუდებდი და ალბათ უკან ეს ყველაფერი იცის, რომ 1100-1200 კალორია იმაზე დიდი შეზღუდვაა, ვიდრე მჭირდება და ზოგადად ხო დიეტები დასაწვავია. და ყველაზე მეტად სადაც არის დიეტები დასაწვავი არის მოზარდების ასაკში. ხო, ეს ცნობილი პრაქტიკა მივედი ენდოკრინოლოგთან, ჩემი შვილი ჭარბტონიანია და ჰორმონალური ცვლების დროს ყველაზე მეტად გოგონები არიან ისინი, სადაც ყველაზე მეტად ვნახულობთ ფორმის ცვლილებებს, რაც ფიზიოლოგიურია, ცხიმების ჩალაგებას
კონკრეტულ ადგილებში, იმიტომ რომ ეს მათი მეტაბოლური პროცესების განუყოფელი ნაწილი ასაკის მატებასთან ერთად პუბერტატულ პერიოდში სწორედ ამ დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა ესეთი დიეტა ავიღოთ, გადავხიოთ, დავწვათ, რომელიც ერთი არ იქნება მორგებული კალორიულ საჭიროებებზე, არ გაითვალისწინებს დაგანვითარების პროცესს და ძალიან მარტივი მაგალითი რო გითხრათ, მშობლები ხშირად დარდობენ ხოლმე, მაგალითად ბავშვთა ნუტრიციოლოგიაზე გვქონდა შეხვედრა და შემთხვევები, როცა მშობლები დარდობენ, რომ ჩემი შვილი მუდმივად დღეში 3 ჯერ ნაყინს მიირთმევს შუალედებში ხემსად. და მეკითხვა რომ დაისვა რატო ხდება ეს ყველაფერი აღმოჩნდა რომ დედა რომელიც ამ ყველაფერს დარდობდა თავის ულუფას შვილს უზიარებდა არა აჭმევდა ანუ რამდენსაც თვითონ ჭამდა და დაახლოებით იგივეს აჭმევდა თავის შვილს და პლუს ამჯერ ნაყინი უნდებოდა და ვერ გაიგო რაში იყო საქმე მაშინ როცა დედა თავისი ფიზიოლოგიური მონაცემებით იყო არც თუ ისე მაღალი მომცრო წონის ფიზიკურად არააქტიური მაშინ როცა მისი 13 წლის მოზარდი შვილი დადიოდა დღეში კედლებზე სკოლაში ფიზკულტურაზე და პლუს ფეხბურთზე კვირის განმავლობაში 3 ჯერ და როცა არ დადიოდა ეზოში თამაშობდა და ენერგეტიკული საჭიროებები რომ დავთვალოთ დედის კალორიული ნორმა იყო დაახლოებით 1750 კალორია და მისი მოზარდი შვილის და ესეთი ფიზიკურად აქტიური ბავშვის ენერგეტიკული საჭიროება დღეში იყო დაახლოებით 3200 კალორია ანუ თითქმის ორჯერ მეტი ენერგია ჭირდებოდა მის შვილს მაშინ როცა დედას ამაზე ინფორმაცია არ ქონდა ამიტომ დარდობდა რატო უნდება ჩემი ულუფის მიღების მერეც დღეში 3 ჯერ ნაყინი და წარმოვიდგინეთ ენერგეტიკული საჭიროებები მოზარდობის დროს კიდევ უფრო მეტად იზრდება. მით უმეტეს თუ ეს გოგონა ფიზიკურად აქტიური და ასკარად ფიზიკურად აქტიური, რახან უკასთან მეგონი ვარჯიშობს და ეგრე გადაიკვეთა. სწორედ ამიტომ კალორიების მენეჯმენტი არის ბაზისი, რითიც ვიწყებთ ზოგადად ჯანსაღყვებაზე საუბარს. მიუხედავად იმისა, რომ ჯანსაღყვება კალორიების თვალ არ არის მხოლოდ, ეს არის ბაზისი, რომელიც თუ არ გამომართეთ, შორს ვერ წავალთ და ამასობაში აგერ უკამ დაგიჭერთ ყველასო. ვეთანხმები. დიდ მოწყულა ჯგუფზე საუბარი 14-15 წლის გოგოებზე არ ვიტყვი ხა რომელიც ცნობილი ნუტრიციოლოგის დიეტას მოეხსნა ეს გოგო იმიტომ რომ მოგვიწია საუბარი 1100 და 1200 კალორია გამოვიდა ეს დიეტა ეგეც ნუ მე ვიყავი ძალიან გულუხვი და ყველაზე მაღალ პროცენტ ცხიმიანი ყველივიან გარეშე და საქონლის ხორცივიან გარეშე მაგრამ შენ რომ აგ რეგალიებს გამომილაგებ არ უნდა იცოდე გარდატეხის ასაკში მყოფ გოგოს 1100 და 1200 კალორია რო არ უნდა აჭამო ჰორმონალური სისტემა და მთელი რეპროდუქციული სისტემა ეხა რო იწყებ ჩამოყალიბებას იმიტომ რომ შენ ურიკა პიკი შოუ და გენდო ფული გადაგიხარდა და იმის მაგივრად რომ კეთილი გენება და სწორად გაგეკეთებია შენი საქმე რაკენი რომ PDF სახელი გადაარქვი და ეგ დიეტა გაუგზავნე ძალიან სწორია გადაკოპირებული დიეტები უსახელო დიეტები არ აქვს მნიშვნელობა ნინო ხარ გიორგი ხარ 16 წლის ხარ 48 წლის ხარ ურსული ხარ ლაქტაციის პერიოდში ხარ სამეცნიერო პრობლემები გაქვს არ გაქვს რა დაბკოლებები გაქვს რა მიზნები გაქვს ამის და აქედან ამის გარეშე აღებული დიეტის გადმოკოპირება სახელის შეცვლა და მინიმალური სულობის შეტანა არის ამ სფეროს შავი წერტილი დიდი შავი ლაქა რომელიც შენი მაყურებლის და მომხმარებლის მხრიდან უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ უნდა გაჩნდეს მაღალი სტანდარტები, ახალი კითხვები. მეტი კითხვა უნდა დაუსვა ადამიანს, ვისაც ფულს გადაუხდი და მიენდობი შენ ჯანსაღყვების გზაზე, იმიტომ რომ შენ ჯანსაღყვება პირდაპირ კავშირშია შენ ჯანმრთელობასთან და დღეს დაცული არასწორი დიეტა, რომელსაც თითქოს ეფექტი არ მოუტანია ნეგატიური შენთვის, უბრალოდ წან დაიბრუნე და აქედან 5 წელიწადში იო-იო დიეტებით შენი ჰორმონალური ჯანმრთელობა, ლეპტინის და გრელინის ციკლი, შენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა რა შერყეულია ამ დიეტებს ვეღარ უკავშირებ 5 წლის რომ ციკლურად გაიარე. აი ეს არის უფრო გრძელ პერიოდზე უნდა გავიხედოთ და ავწიოთ ცნობიერება, სწორედ ამას ემსახურება ეხა ესეთი ვიდეოებიც. ისე რომ იცოდე ძალიან ბევრი დიეტა მაქვს ეგეთი ტიპების და ხო გამოვაჭეროთ ეგეთი მაგარი დიეტების. ოპა, კარგია. შემდეგი კვირებიდან დაელოდეთ დიეტების განხილვებს. ყველა ცნობილ მსგავს ნუტრიციოლოგთან ვიყიდით დიეტას და გამოვიდანთ სააშკაროზე. გვაქვს მათ შორის რა გადავიხადე მაგასაც კი. არ შეხედე ვის უგზავნიდი და რას უგზავნიდი? ერთი არის რომ მსგავს თემებზე მიდის გოგოებში განხილვა და უარეს შემთხვევაში ბიჭს აზარწმუნებული ვარ იგივე კალორიაჟის PDF-ს გაუგზავნი და ჯერ იმ სილამაზის სტანდარტების დედავატირე 14-15 წლის გოგოები რომ 1000 კალორიაზე და 1200 კალორიაზე ჩარჩოში აქცევენ თავისავს რომ იმიტომ რომ რაღაცა სილამაზის სტანდარტებში ჩაჟდნენ და იქ იმა ზედმეტი ცხიმი მაქვს და იმანად ჯერ სკოლაში რომ მსგავსი თემებთან იცი რომ როგორი ბულინგი შეიძლება წავიდეს რომ ამ გოგონო თქვას რომ 2000 კალორია უნდა ჭამო ვიღაცა გამოხდება და რა 2000 კალორია გასუქდები და რაღაცა მსგავსი მიმართვები წავიდეს ანუ მე ვიღაცა გამოვა და რა გაწუხებს ჯერ ერთი ის მაწუხებს რომ ვინ ამას რაღაცა ორი სიტყვა გაიგონდა და მოისმინა თავდაჯერებული გელაპარაკება ნუტრიციაზე და მე 350 და 400 ლარად თელ დიეტას ყიდის რომელიც ნაგავი არის პირდაპირ მნიშვნელობით ანუ მაგრამ აინტერესებს შენ შვილს და შენ ცოლს თუ ვინც არის აჭმევ მაგას ხო არ აჭმევ ხო არიდებ ყველანაირად თავს აბა აი ოღონდ ამაში დარწმუნებული არ ვარ რომ სულს და შულს და ცოლს არ აჭმევს და ჩემი აზრით უმრავლესობა შემთხვევებში
ის ადამიანები დარწმუნებულები არიან, რომ მხოლოდ ამ დიეტით შეიძლება შედეგების მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ თვითონ არ ვწდიეთ. ახლობლებს აუცილებლად ურჩევდნენ. მაგის ჯერა, იმიტომ რომ ცნობიერების დონე იმდენად ნაკლებია, მხოლოდ მახინაციაზე არ აქვს საუბარი. ცოდნის დონე იმდენად ქვემოთ არის, რომ შეიძლება ერჩიათ კიდევაც თავისი უახლოესი ადამიანის. სხვის შვილებზე და სხვის ცოლებზე და სხვის დებზე რატო აკეთებ? ბოლოს ბიჭო, მართლა მან დუაყენებ ჩემ თავს, რომ ჩემი გოგოს რო ვინმე მეგრე მიყიდოთ, ან ჩემ დას რო ვინმე მეგრე ლუკამ ნამდვილად პირადულად მიიღო ეს შემთხვევა და მესმის მისი გაბრაზება. ძალიან საჭიროა და მე კიდე ის მაბრაზებს, რომ ესე ბევრი ადამიანი არ ბრაზდება. ბევრი ადამიანი უნდა გაბრაზდეს. ამას საუბარი დაიწყოს, რომ უბრალოდ მარტო მორალურმა საჭიროებმა გაიგუძოს იმ ადამიანებში. ამასობაში ნაწილობრივ ქონდეთ მაკონტროლებელი და ნაწილობრივ შიშის ფაქტორიც, რომ ესე როა ამას ნამდვილად ვიღაც მიხვდება და მინიმუმ ჩემი კარიერა არ წავა წინ, ან დაიხევს უკან. ამიტომ უფრო მეტი ადამიანი უნდა გაბრაზდეს ამას. ის რამე გაუკეთოს, რავი, შენ მოგიწევს 1000 კალორიის ჭამა. მთელი ცხოვრება მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელა კაცი ხარ. ხო და კეთილი ინებე და სამუშაო ეთიკა გაასწორე, არ შეიძლება ეგრე. მაგრამ თქვენ მოგმართავთ ხალხო რა, ესენი არიან ძალიან შარლატანები, დაუკრიფავში არის ყველაფერი გადასული. ოღონდ ფული გააკეთოს ვიღაცამ და იმის იქეთ არა გვინდა არაფერი არ აინტერესებს და თქვენ ხარეს პასუხისმგებლობა რაც არის, სანამ ფულს გადაიხდი, მოითხოვე რამდენი კალორია არის, რამდენი ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი და უჯრედისი არის ამ კალორიაში მოქცეული და რატო არის. მოითხოვე მაგის დასაბუთება და თუ ვერ გეტყვის არ იყიდო. გადააგდე, ან თუ გეუბნება 1100 და 1200 კალორია უნდა ჭამეო, გადააგდე დიეტა, ანუ თქვენ რომ შენ ჭამე 1200 კალორია. არასოდეს ჭამო ჭადი და ყველი წონის კლების დროს. ეხა მე გავბრაზდი. რას ნიშნავს ჭადი და ყველი არ ჭამო? ვინ გამიბედა? ვინ ხართ ქალბატონო? თუ გონია რომ არ გაგასხებს ძალიან ცდები პირდაპირ ცხიმებში მიგდის და სწორედ იმიტომ გისუხდება მუცელი. ეხა დღეს ერთად მიზლავს დავდებ რომ ამ ვიდეოს ჩაწერს მე ჭადი და ყველი შეჭამა. და იმედია სულ მუცელში ცხიმებში წავიდა ჭადი და ყველი. ერთი დარღვევა რაც გავაკეთე ჭადი და ყველი ვჭამე. ძალიან მიყვარს ჭადი და ყველი, თუმცა უგემრიელესი ჩახაფული მივირთვით ცხვრის. პირველად ჩემ ცხოვრებაში რომ მე არ მეგონა რომ მართლა შევჭამდი, მაგრამ ძალიან გემრიელი ყოფილა. რა თქმა უნდა, სალათით დავიწყე, შემდეგ მივირთვი გაცივდა ეს ჭადი და ყველი, გაცივდა. ცილა და ეხლა ვარღვე ჭადით და ყველით, თუმცა თქვენ არ დაარღვეთ ვით წონის კლების პროგრამაზე ხარ. ჯერ ეს პარისოლობაა, მაგრამ მე გავაგრძელოთ. სიტყვა დარღვევა უნდა ამოიღო საერთო შენი დიეტის თუ ჯანსაღყვების სტილიდან. რას ნიშნავს დარღვევა? დარღვევა ნიშნავს რაღაც წესებს მიყვები, რომელიც წესებიც ფიქრობ რომ ჯანსაღყვება, რომელიც არ არის ჯანსაღყვება, შესაბამისად ნებისმიერი მათ შორის ჭადი და ყველი დარღვევად არ უნდა ჩაითვალოს. ჭადი და ყველაზე მესაუბრებით, რამ ჭადი და ყველაზე მესაუბრებით, არ ვიცი, ჯანკ ფუდი განვიხილოთ, რა არის დარღვევა? დარღვევა არის ისეთი ტერმინი, რომელიც აუცილებლად ფსიქოლოგიურ ნაწილში მომცემს ორ დიდ ნეგატივს. ერთ დიდ ნეგატივს მომცემს იმას, რომ მე დავარღვიე, რომელსაც მოყვება მერე უფრო მეტი აკრძალვის ციკლი, რომელსაც მოყვება უფრო მეტი ფიზიოლოგიური და ემოციური შიმშილი, რომელსაც მოყვება უფრო მეტი სურვილი და საჭიროება და გადამეტება, რომელსაც მოყვება შემდგომ აკრძალვის ციკლი და ჩაკეტილი ნეგატიური წრე, რომელშიც ადამიანები წლების 10 წლების განმავლობაში არიან. და ეს არის ყველაზე დიდი ნეგატიური ჩაკეტილი ციკლი, რომელიც ადამიანს ჯანსაღყვების გაზრდას ხვდება. და ესეთი ვიდეოები ამ ბევრ ჩაკეტილ ციკლში უფრო მეტ ერთეულს აჩენენ, სადაც აი ესეც დარღვევა, ესეც არასწორია, ესეც არასწორია. ამიტომ ნებისმიერ რჩევა, რომელიც არ არის დაფუძნებული მტკიცებულობაზე, დაფუძნებულ ფაქტებს და მეცნიერება არ უმაგრებს ზურგს, ჯანსაღყვების გზაზე არის შენი ხელის შემშლელი. დამხმარე კი არა, ან ნეიტრალური კი არა. ცალსახად ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელი, რის გამოც შენი ჯანსაღყვების გზა გადავადდება ხოლმე, ან არ მიდის წინ. სწორედ ამიტომ დავარღვიე არასწორი ცნება. ამასობაში მეორე მხარეს რო შევხედოთ, ყველაფერი რაც აკრძალულია, აუცილებლად უფრო გემრიელია ჭყალებში და ამასობაში არა ჭყალებში, პირდაპირ განატანითი მნიშვნელობით, აკრძალული ხილის ეფექტი ჯანსაღყვებაში არის რეალური მოცემულობა. მით უმეტეს ბავშვის და მოზერდის ასაკიდან დაწყებული, ის არ ჭამოცუდია, აუცილებლად გაუჩნდება მას ხელმისაწვდომობა და აუცილებლად შეჭამს შენ გარეშე იმაზე მეც, ვიდრე იმ დროს გასინჯავდა შენთან ერთად. სწორედ ამიტომ დავარღვიე, არ ვიცი, დავაშავე, არის ტერმინები, რომელიც ჯანსაღყვებიდან უნდა ამოვიღოთ და ამასობაში ის დავადოთ, რა ქვია, ცენზურა დავადოთ ეს ვიდეოებს დარღვევით რო იწყება. შენ დაარღვიე, მე დავარღვიე. როდესაც დაიკლებთ წონას და სასურველ ფორმებს მიიღებთ, რა თქმა უნდა, შემდეგ ჩემნაირად შეგიძლია რომ კვირაში 1 დღე მოაწყო დარღვევის დღე და მირთვა ის რაც თქვენ გინდათ. აი ხა კიდე ერთი პრობლემა.
ყველაფერი და არაფერის მიდგომა, რომელიც არის პირველი მტერი, რის გამოც შენ ვერასდროს ინარჩუნებ მიღებულ შედეგს. და როცა გადავხედავთ სტატისტიკას, არ ვიცი, ეს იქნება წარმატებულად კალორიული დეფიციტის ფონზე და ფიზიკური აქტივობის ფონზე დაკლებული ადამიანების თუ ბარიატრიის შემდგომ დაკლებული ადამიანების შემანარჩუნებელ ადამიანებს აქვთ რამდენიმე მახასიათებელი. ამ მახასიათებელში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქცევა, რასაც ითვალისწინებენ, არის ბალანსი. კომფორტული საკვები, ხელმისაწვდომი საკვები, მათზე მორგებული კალორიული დათვლა და ამასობაში ფიზიკური აქტივობა. და აი აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს პროცესი, შენარჩუნების პროცესი არ იწყება მაშინ, როცა შენ სასურველ წონამდე მიყოლ. შენარჩუნების პროცესი ჩაინტეგრირებულია მთელი წონის კლების ფაზაში. იმიტომ რომ წონაში კლება, როგორც წესი, დროში გაწელილი პროცესია, იმაზე მეტად ვიდრე შენ გქონია, ან აი ეს ქალბატონი თუ იმას რამეს ურჩევს ხოლმე თავის მაყურებლებს. იმაზე ხანგრძლივი პროცესია და ეს ხანგრძლივი პროცესი როგორც წესი არის სეზონებად დაყოფილი. რომ კალორიულ დეფიციტს, რომელსაც მოძებს შენარჩუნების ფაზა, რომელსაც მორჩევს კალორიულ დეფიციტი და მოძებს შენარჩუნების ფაზა. იმიტომ რომ წონის კლების გრაფა არასდროს იქნება სწორხაზოვნად დაღმავალი, იქნება კიბისებრი და ამ კიბისებრ ფაზებში შენარჩუნების ფაზა არის ის, რომელსაც შენ წონის კლების პროცესშივე გადიხარ და თუ ეს ნაბიჯი გამოტოვე, აუცილებლად მთავარი დაბრკოლება იქნება, როდესაც დაამთავრებ ბრჭყალებში დიეტას, ეხლა რაღაც ვაკეთებ. ყველაფერს ვარღვევ, ყველაფერს ვივიწყებ, რაც ვისწავლე, ყველაფერს მირთმევა შემიძლია თუ ბალანსს ვინარჩუნებ და არ არის ეს ბალანსი კვირაში ერთხელ მჭადის და ყოველის მირთმევა. არ ხდება ეგრე რეალურ ცხოვრებაში. არც კვლევებში არ ხდება ეგრე, მაგრამ Facebook-ში ხდება. მიირთვით რა. თუ კიდევ არ იცი როგორ უნდა დააკვირდება, როგორ უნდა იქეიფო ისე რომ არასდროს არ მოიმატო წონაში, ამაში ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს, შეგიძლია გადახვიდეთ ჩემ გვერდზე, ნახოთ ჩვენი შედეგები და აუცილებლად მომწეროთ ერთად დავაბალანსოთ თქვენი კვება. პირველი ვიდეო რომელიც დამხვდება რომ გადავიდე. როგორ უნდა იქეიფო წონაში კლების დროს, რომ არ მოიმატო? არ უნდა იქეიფო. დაიკელი და მე რა იქეიფე. მადლობა, ავშენდით. 9 პოპულარული მითი. ამ ქალბატონიდან და ყველიდან სანდროს გადმოხდომა ცოტა უხერხული ტრანზიცია იყო, მაგრამ სანდრო ბოდიში შემთხვევით დაალაგდა შედი ვიდეოები ესე. საღამოს ჭამა ასუქებს. ხინის საღამოს არ შეიძლება. ხინის მიღება ნებისმიერ რაოდენობით კარგი. ეს ალბათ მითებს განვიხილავთ. საღამოს ჭამა ასუქებს მითია, არ ასუქებს. ხილის საღამოს არ შეიძლება მითია, რომელიც ზოგიერთ კვლევაზე იყო დაფუძნებული, რომელიც მე გააცამტვრა 2000-იანების დასაწყისში ბევრმა კვლევამ. ხილის მიღება ნებისმიერ რაოდენობით კარგია, არასწორია და ეგეც მითია. თუმცა რომ გადავხედოთ პოპულაციურ დონეზე, მათ შორის საქართველოში, მეტი ხილი და ბოსტნეული უფრო გვარგებს, ვიდრე ხილის და ბოსტნეულის შეზღუდვა, თუმცა რა თქმა უნდა ვნახულობთ ადამიანებს, რომელიც საღამოს დაძინებამდე 1 კილოგრამ ქლიოს მიირთმევს. ამიტომ რაოდენობა ყველაფერში მჭირდება. ნახშირწყალი ასუქებს. ნახშირწყლების ინსულინოგენური სიმსუქნის მოდელი არის მთავარი მითი, რომელიც უნდა დაივიწყო. რას ნიშნავს ინსულინოგენური სიმსუქნის მოდელი? ნახშირწყალი იწვევს ინსულინის გამოყოფას, ინსულინი იწვევს სიმსუქნეს. რომელს შორის ბიოქიმიური კავშირი არსებობს, მაგრამ ეს არ არის მთავარი მოდელი, რის გამოც ადამიანს ჭარბიწონა აქვს დღეს. მიუხედავად იმისა, პროდუქტებში, რომელიც ჩემ ჭარბწონას განაპირობებს, ნამდვილად არის მარტივი შაქრები, ცავსი ამასობაში, ჰიპერგემლიერი, ამასობაში მარტივად ხელმისაწვდომი და ხშირ შემთხვევაში იაფი. ეს ფაქტორებია ძირითადად, რაც განაპირობებს გადამეტებულ კვებას და წონის მატებას და რა ის რომ ნახშირწყალია მასში და ნახშირწყლები შენი რაციონის მინიმუმ ნახევარი უნდა იყოს 40-დან 65%-მდე შენი ფიზიკური აქტივობის მიხედვით. ამიტომ ნახშირწყალი არასუქებს მითია, რომელიც უნდა დავივიწყოთ. გლუტენი ყველასთვის ცუდია. დეტოქსა. გლუტენი ყველასთვის ცუდი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ sorry სანდრო, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩავულით, არ ვიცი, ვაკაში რომ ჩაიარო, ყოველ მეორე გლუტენო ყავას ითხოვს. რა უნდა ყავას გლუტენში არავინ იცის, მაგრამ ვითხოვთ. გლუტენი, ჰა? გლუტენს ყავაში. აჰა. დავიბელი. რაც შეიძლება გლუტენს ეს არის ცილა. გლუტენი და გლიადინი. ეს არის ორი ისეთი ცილოვანი სტრუქტურა, რომელიც ცელიაკიის ან და ხორბალზე ალერგიის მქონე ადამიანებში იწვევს ცელიაკიის დროს უფრო მეტ მძიმე აუტოიმუნურ რეაქციას, სწორედ ამიტომ გლუტენის აუტანლობის მქონე ადამიანში გლუტენი ამუსაღებია ნულოვანი ტოლერანტობით, მაგრამ სხვა შემთხვევაში გლუტენის ამოღების საჭიროება არ მაქვს. ერთ შემთხვევების გარდა მეცნიერები ამას დაობენ და კონსენსუსი არსებობს, გლუტენი და ცელიაკია ზოგადად რახან აუტოიმუნური დაავადება. არის აზრი, რომ თუ ადამიანს უკვე ერთი აუტოიმუნური დაავადება მაინც აქვს, მაგალითად როგორც არის ტიპი 1 დიაბეტი და ტიპი 1 დიაბეტი ცელიაკია ხშირად შეჭიდულია ხოლმე. ან არ ვიცი ქალებისთვის მით უმეტეს ასაკის მატებასთან ერთად ფაისებრი ჯიგვის აუტოიმუნური დაავადებები. ერთმა აუტოიმუნურმა პროცესმა რომ მეორე არ ჩაითრიოს თავში, თუ აქვს ფარიზებრზია დარტყმა და ტიპი 1 დიაბეტის დროს პანკრეასზე
გლუტენმა და ცელიაკიამ არ შეითრიოს ნაწლავები, ეს აზრი არსებობს, რომ გლუტენის ამოღება უპრიანი იქნებოდა, თუმცა უპრიანს, იმიტომ ვიძახი, რომ მსგავსი მკვლელობის სანდოობა ჯერჯერობით არ მაქვს, ამიტომ გლუტენს არ ვიღებთ, თუ არ მაქვს ცელიაკია, B ხორბალზე ალერგია, C უბრალოდ დავტესტე და ვნახე, რომ ჩემი ორგანიზმი ხორბალის, ქერის და ჭვავის გარეშე გლუტენის შემცველი პროდუქტები უფრო უკეთ გრძნობს თავს, როგორც წესი იშვიათად ხდება ხოლმე. სმენები კარგია. დეტოქსასმელები არ არის კარგი. ცხიმი ცუდია. თუ ფიზიკურად აქტიური ხარ, წონაში დაიკნე. თუ ფიზიკურად აქტიური ხარ, წონაში აუცილებლად არ დაიკლებ, მაგრამ პირიქითაც მითი არ არის, რომ თუ ფიზიკურად აქტიური ხარ, შეიძლება წონაში დაიკლო. ამას ალბათ ძალიან ბევრი თუ მოყვება საქმეში, იმიტომ რომ რეალურად მაშინ როცა ვიზახით, რომ 80% სამზარეულოში წყდება წონის კლობა და 20% სპორტ დარბაზში, უმრავლესობა ადამიანისთვის პრაქტიკული რჩევა სასწორზე რიცხვების დასანახად, თუმცა ფიზიკური აქტივობის როლი დაკლებული წონის შენარჩუნებაში და დაკლებული წონის დროს კუნთური მასის შენარჩუნებაში მგონი არასაკმარისად არის გაჟღერებული დღევანდელ ქართულ სოციალურ ქსელში, ამიტომ ალბათ უფრო შევეწინააღმდეგობოდი 80-20-ზე მიდგომას, ყვება ფიზიკური აქტივობა, მინიმუმ გავათანაბრებდი ან ავწევდი გააჩნია ადამიანს, მაგრამ ჩემი გამოცდილებით ფიზიკურ აქტივობას მით უმეტეს ძალის მიერს არასაკმარისი ყურადღება ენიჭებოდა. უშაქრო შოკოლადი დაბალკალორიული. უშაქრო და დაბალკალორიული ერთ და იგივე არნიშნავს, ისევე როგორც შაქრიანი და მაღალკალორიული. ხშირად შაქრიანი მაღალკალორიულს ნიშნავს დღევანდელ რეალობაში ულტრაპროცესირებულ კვებაში ამას ვნახულობთ, თუმცა პირიქით უშაქრო და დაბალკალორიული ერთმანეთს არ უტოლდება, იმიტომ რომ შოკოლადში არსებული კალორიების უმრავლესობა არის ცხიმიდან წამოსული და არა შაქრებიდან. უშაქრო, ანუ დამატებული შაქრების გარეშე შოკოლადი მშვენიერი არჩევანია, თუმცა კალორიებს მაინც იღებს. არა მოვისუნთქე, აღახარებს ღმერთი. სანდრო დავაპატიჟოთ პოდკასტზე? დიდი სიამოვნებით. სანდრო, პოდკასტზე გეპატიჟები. სად ინსტაგრამზე მიწეროთ რა? ამას თუ ნახავ შეიძლება. ამას თუ დახავს, ჯერ დახავ. კარგი. მართლა ნარკოტიკებით არ არის, ის იყოს არასწორი რა. მე ვარ არასწორი. ეხლა რატო ვარ არასწორი? მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კერდა ზუსტად ვიცი რას გულისხმობს შაქრის ნარკოტიკულ ფუნქციებში, ეს კალბატონი კვლევებით არ არის დამტკიცებული, პირიქით დამტკიცდა, რომ არასწორია მიდგომა, რომ შაქარი და ნარკოტიკული საშუალება ერთნაირი ფიზიოლოგიური ეფექტებით იწვევს დამოკიდებულებას. შაქრის მიერ გამოწვეული ფიზიოლოგიური და ემოციური დამოკიდებულება დოფამინურ სისტემაზე მიბმული, რომელიც სისტემაც როგორც წესი განსხვავებული მექანიზმებით მუშაობს, თუმცა მართალია ის, რომ ჩემი რეცეპტორების გადაწვა, რასაც ხშირად ბავშვებში ვნახულობთ ხოლმე, არის ჰიპერმგრძნობელობის შემდგომა, როცა უფრო და უფრო ტკბილი მინდება იგივე ეფექტის მისაღება და ამასობაში ჰედონისტური კვების გაძლიერება, სადაც უფრო მეტი ტკბილის იმპულსი მჭირდება იგივე სიამოვნების გამოსაჩენად და როგორც წესი, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფაქტორი, რასაც სიმსუქნის მქონე ადამიანებში ვნახულობთ. სიმსუქნე და ჭარბი წონა და ცხიმი არ არის მხოლოდ მეტი სამარაგო ენერგია. და ვიზუალურად შემაწყობელი ფაქტი. ეს არის მეტაბოლურად აქტიური ორგანო, სადაც ვნახულობთ, რომ ნეირო ანთება, რომელიც მიკრო დონეზე ქრონიკულად ყოველთვის ჩდება ამ ჩემი ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის გამო, ამასობაში იწვევს ჩემი დოფამინური სისტემის ისეთ ვარიაციას, სადაც მე უფრო და უფრო მეტი სიტყვა მჭირდება მინიმუმ იგივე სიამოვნების მისაღებად, რომელიც მე ჭარბ კალორიებს შეისახება და ჩემ წონის კლების გზას ხელს უშლის. ამიტომ აი ამ პროცესის რესეტი და რესტარტება ძალიან მნიშვნელოვანია გზაში. პროცესში უბრალოდ ესეთი დამოკიდებულება, რომ შაქარი ნარკოტიკია, არასწორია მეცნიერულად, თუმცა შეგრძნების დონეზე მესმის. პირველად არ გავდივარ ამ გზას, როდესაც შაქარი ამოვიღე კვებიდან. და აი ყოველჯერზე ვწმუნდები, რომ მიუხედავად იმისა, რომ შაქარი მაქსიმალურად შეზღუდული მქონდა ამ ბოლო დროს რა, ეს ბოლო ერთი კვირა საერთოდ ნოლზე დავიყვანე. ანუ მართლა დამოკიდებულებას იწვევს ადამიანებო, ანუ ჯერ ხო არაფრისთვის სასარგებლო არ არის, არა. ხო, მოდი ხა იმას დავიწყოთ საუბარი, რას გულისხმობთ შაქარში. დიდი ალბათობით გულისხმობთ დამატებულ შაქრებს. იმიტომ რომ შაქრებს ჩვენ ზოგადად ვეძახით მონო და დისაქარიდებს. ეს არის გლუკოზა, ფრუქტოზა, გალაქტოზა, ან მათი წყვილები, რომელიც არის საქაროზა, რომელიც არის ლაქტოზა, რომელიც არის მალტოზა. ამათ ვეძახით ჩვენ მარტივ შაქრებს, ძირითადად საკობის მიერ ნახევარწლოვან წყაროებიდან. დამატებული შაქრები არიან ესენი, ოღონდ წარმოებულმა რო ჩემი გულის გასახარად დაუყმა და ან მე რო ჩავყარეთ დილის ჩაიში ან ყავაში. დამატებული შაქრების საჭიროება ჩემ ორგანიზმს არ აქვს,
მაშინ როცა ზოგადად შაქრებიდან ნახშირწყლები ენერგიის მთავარი წყარო ორგანიზმისთვის, დამატებული შაქრები საერთოდ რომ ამოიღო რაციონიდან ნეგატივს ვერ იგრძნო ფიზიოლოგიურს გარდა ემოციური ნეგატივისა, იმიტომ რომ დამატებულ შაქრებს ძალიან ბევრ პროდუქტში ვნახულობთ, რასაც ვიყიდით გარეთ. და ამასობაში სახში დავამზადებთ. სწორედ ამიტომ დამატებული შაქრების სრული შეზღუდვას არ ვეთანხმები, თუმცა ის ემოციური და პერსონალური ეფექტი, რაც გოგონამ განიცადა, არის ჯერა, იმიტომ რომ ამასობაში, რაც მოგიყევით წეგან ამ ჩემ დოფამინურ კავშირებზე, ამასობაში ცვალებადი ადამიანთან და სენსიტიურობა და შედეგად გამძლეობა უშაქრო დიეტაზე განსხვავებული გვაქვს. სწორედ ამიტომ ჯერა რომ მისთვის შეიძლება მთლიან ცხოვრების გარანტი ყოფილიყო ერთი კვირა შაქრის ამოღება, რომ დაინახა რამდენად შეიძლება მისი რეცეპტორული სისტემა, ემოციური სისტემა, დოფამინური სისტემა დამოკიდებული ყოფილიყო შაქარზე ენერგიის კუთხით. ამას მოყვება ჰორმონალური სისტემა შაქრის ნახტომებზე, ამიტომ მესმის. თუმცა ერთეული შემთხვევა არ მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შაქარი უნდა მოიღოს ყველამ, დამატებული შაქრების ლიმიტი მაქვს, რაც არის კალორიების 10%, ზედაზღვარი, მით უფრო კარგია 5%, რაც არის უმეტეს შემთხვევაში 12-დან 6 შაის კოვზამდე, ეხა იფიქრებ. რა ამბავია 12 შაის კოვზიო, თუმცა რო გადახედო შემკობას და ეტიკეტის კითხვა იცოდე, მიხვდები რომ ძალიან მარტივად შეგიძლია შერეული კვების დროს, მით უმეტეს თუ არ აკვირდები დამატებული შაქრების ლიმიტის შევსება და გადავსება. არ ვიცი, მაკოფეს თუ ყიდულობ მაგალითად. ხედველო, ანუ აი არაფრისთვის საერთოდ რა. მართლა დამოკიდებულებას იწვევს. წაღან ქუჩაში მივდიოდი და დედას ვიცავ გონება დამიბნელდა. და ანუ მეთქი ახლა რა ვქნა, ცუდა, ჯერ ეს დღეები ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ. გონების დაბნელება, გულის წასვლის ეპიზოდები, თავბრუსხვევა, ენერგიობა არა მარტო იქიდან იქნება გამოწვეული, იქიდან არ არის გამოწვეული რომ შაქარი დამოკიდებულებას იწვევს. იქიდან იქნება გამოწვეული რომ ამ გოგონამ როცა ამოიღო დამატებული შაქრები დიდი ალბათობით სხვა რაღაცებით შეეზღუდა, დიდი ალბათობით იმ დღეს კალორიულ დეფიციტში იყო და შესაბამისად მიყვა მისი ორგანიზმში გლუკოზის დონე. სწორედ ამიტომ ენერგიობა, ანუ წარმოგიდგენთ ორი სცენარი. მე ამოვიღე დამატებული შაქრები და დაბალანსებულად ვკვებები და მე ამოვიღე დამატებული შაქრები და დაბალანსებულად არ ვკვებები. თუ აქამდე ჩემი საკვები რაციონის 70%-ზე მეტი დამატებული შაქრებიდან მოდიოდა კალორიულ და გლუკოზის ნაწილში, დიდი ალბათობით მის გარეშე ელემენტარული ენერგია აღარ მაქვს და მიყვა ჩემი სისხლის გლუკოზის დონეც. ამას დავუკავშირებდი ამ სიმპტომებს და არა იმას, რომ შაქარი დამოკიდებულებას იწვევს და შაქრის მოხსნამ რასახიან იმას ლომკაში ჩამაგდა. ანუ უბრალოდ არასწორი კავშირია შედეგსა და მიზეს შორის, რომელიც რთული გამოსარკვევია თუ ინფორმაცია არ მაქვს ამ თემაზე. აი მართლა ცუდ ხასიათზე ვარ, რაღაცა დეპრესიული ფონი მაქვს და ქუჩაში მივხვდი, რომ ჩვეულებრივი ლომკა მქონდა შაქრის რა. და ვიყიდე მე კოკა-კოლა ზერო და 2 ყლუპი დავლიე, რომ მეთქე ფსიქიკა დამიმშვიდდეს. საშინელებაა დედა. თუ კოლაზე რომ უშველა, ორი რამეა, ერთი სითხით შეივსო და კი კოლაში სითხია, მიხო იმისა რომ წყალი მითი არ უნდა მაგით არ უნდა ჩანაცვლო და მეორე თუ ემოციური ფაქტორისგან იყო გამოწვეული, რაც მე ეჭვება, იმიტომ რომ ეს სუფთა ფიზიოლოგიური სიმპტომებია, სითხის მიღმა ემოციების ნაწილში ტკბილი გემოს მიღებამ შეიძლება დამატებით ეფექტი მიცა. თუმცა უფრო მეტად ფიზიოლოგიური მგონია ეს ყველაფერი ვიდრე ემოციური ამ შემთხვევაში. მართლა ძალიან მავნებელი პროდუქტია. მიუხედავად იმისა, თქო, კიდევ ვიმეორებ, რომ შაქარი ისეთ მინიმუმზე მყავს დაყვანილი, რომ საღეჭრეზინასაც რო ვღეჭავდი, ხო, ამ ბოლო დროს, აი ეგეც არ მსიამოვნებდა. საღეჭრეზინში უმრავლესობა ხელოვნური დამატკოლებებია გამოყენებული და არა ჩვეულებრივი შაქრები. ალბათ უფრო ტკბილ გემოს უკავშირებს შაქრების ნაწილს. მოკლედ გავიგეთ აზრი, შაქრით დაკავშირებით ჩემი პოზიცია ესეთია. მეგობრებო, ხა ამიდევებს აქვთ რეაქტის სახე, თუმცა შუალედებში იმდენად ბევრი ინფორმაციას გიზიარებთ, რომ მინდა რომ გავაგრძელო მსგავსი კონტენტი, ამიტომ ეხა კომენტარებში ან თუნდაც ინსტაგრამზე პირადად გამომიგზავნეთ ან აკაუნტები, ან ვიდეოები, რომელზეც ჩემი აზრი გაინტერესებთ და მე ამ ვიდეოში ხილავთ და დაილოდეთ დიეტების და როუსტების ვიდეოს.